მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე. დღესვე გავრცელდა აზერბაიჯანულ მედიაში სტატია, რომელიც უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანმა უნდა დატოვოს მათი შეფასებით DST, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ასეთი ორგანიზაცია, რომელიც თუ გახსოვთ, საქართველოც იყო თავის დროზე წევრი და 2008 წელს აგვისტოში გადაწყვეტილება მივიღეთ და დავტოვეთ ეს ორგანიზაცია. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი. თავის დროზე იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა კავშირის ალტერნატივა, ახალი საბჭოთა კავშირი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ისე და არანაირი განსაკუთრებული ფორმატი DST არ არის და არ გახდა, არც საინტეგრაციო ფორმატიც არ ყოფილა. და რეალურად თვითონ აზერბაიჯანულ აი ამ სტატიაშიც წერია მინვალ აზის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსოვს, ეს სახელისუფლებო პრაქტიკულად მედია არის. წერია, რომ აზერბაიჯანმა უნდა დატოვოს პოსტიმპერიული სივრცე, რომელიც ჩამოყალიბებულია DST-ს მეშვეობით. იქ საუბარია ამ სტატიაში იმაზე, რომ აზერბაიჯანი არანაირ პრაქტიკულ სარგებელს არ ხედავს აი ამ ორგანიზაციაში წევრობისგან და ნახსენებია რამდენიმე მაგალითი ქვეყნების, რომლებიც არ არიან ახლა უკვე DST-ს წევრები, ნახსენებია საქართველო, როგორც გითხარით 2009 წლიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვართ წევრი, ნახსენებია უკრაინა, რომელმაც რეალურად DST-ს წესდების რატიფიცირება არც მოახდინა არასდროს და აქედან გამომდინარე სრულფასოვანი წევრი არ გამხდარა, ცალკეული დოკუმენტები მიიღო მხოლოდ, რაც ჭირდებოდა რიგ ქვეყნებთან ურთიერთობის მხრივ, მათ შორის დოკუმენტების აღიარების, დიპლომების აღიარების და ასე შემდეგ. და ნახსენებია მოლდოვა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ოფიციალურად უკვე გვაცნობა, რომ ტოვებს DST-ს. ანუ ახლახანს გააქტიურდა ეგ თემა მოლდოვას შემთხვევაში და ახლა უკვე ამას ემატება კონკრეტულად აზერბაიჯანის საკითხი. ახლა თქვენთან ერთად დეტალურად გავიხილავთ ამ საკითხს და ძალიან საინტერესო ფაქტებს მოგაწვდით მათ შორის აზერბაიჯანის და DST-s ურთიერთობის. მანამდე აუცილებლად გთხოვთ, რომ დაალაიქოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, ამით თქვენ ეხმარებით არხის ესე იგი განვითარებას და ახალი ასეთი ანალიზის მომზადებას თქვენთვის. გადავიდეთ უკვე საკითხზე და გეტყვით, რომ ძირითადი დაძაბულობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში უკავშირდება მათ შორის აზალის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხს, ისევე როგორც აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რუსეთში სხვადასხვა ასეთი კოორდინირებულ ქმედებებს, აზერბაიჯანში ამას რეპრესიებად მიიჩნევენ და ჩვენ თქვენთან ერთად ამაზე პრინციპში ვსაუბრობდით. არაერთი ანალიზი გვაქვს მომზადებული, აქვე ბმულიც იქნება, სადაც მითითებული არის პირდაპირ დავამატებ კონკრეტული აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვა, მაგალითად დაღესტანის შემთხვევაში მანამდე იყო, რომ ასეთი აზერბაიჯანი აყენებს ასე იგი დაღესტანის საკითხს გარკვეულწილად დღის წესრიგში აყენებს რუსეთის, თურქი და ისლამური მოსახლეობის საკითხსაც დღის წესრიგში და შესაბამისად ჩვენ თქვენთან ერთად აქედან უკვე ხედავდით, რამდენად დაძაბული იყო მათი ურთიერთობები. და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალი ფენა გააჩნია ამას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ძლიერდება განსაკუთრებით იმ კომპონენტში, რომელიც გულისხმობს ბაქოს თავდაცვას ზღვიდან, საფრთხეებისგან, ორი საფრთხე შეიძლება იყოს სულ რუსეთი და ირანი. და პრინციპში შეიარაღებული ძალების გაძლიერებაც ამ მომენტისთვის არ არის მიმართული სომხეთის მიმართულებით. ცხადია არც საქართველოს. საფრთხეები ზოგადად თეორიულად არსებობს, მე ვამბობ პრაქტიკული მიმართულება დღეს არის ძირითადად რუსეთი და ირანი, საიდანაც პრინციპში ემუქრებოდნენ რუსეთიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებითაც აზერბაიჯანში ირანთან ერთად. იყო ასეთი. მანამ ეს ირანში აირეოდა ის ვითარება და ესეთი ომის მდგომარეობა შეიქმნებოდა მანამდე. ასე რომ აზერბაიჯანი ამ კუთხით აშკარად სხვა დინამიკაში არის და ახლა ამას განვიხილავთ დეტალურად. 2026 წლის იანვარში
პროსახელისუფლებო კალიბერაზმა ასევე გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აზერბაიჯანი არასდროს განიხილავდა დსთ-ს როგორც ზე სახელმწიფოებრივ ან ზე ეროვნულ, ასე ვთქვათ, ინსტიტუტს ფორმირებას და აზერბაიჯანისთვის საკუთარი სუვერენიტეტი არის უმთავრესი ამ კუთხით და შესაბამისად სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე აზერბაიჯანი პრაქტიკულად ვერ ხედავს დსთ-ში საკუთარ წევრობის ეფექტურობას. ამას ემატება ასევე ის, რომ აზალის წინააღმდეგ აი ამ ქმედებების შემდეგ და აზალის თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს რუსეთში და ამავდროულად ანტიაზერბაიჯანული განწყობების შემდეგ რუსულ საზოგადოებაში რაც ჩამოყალიბდა, ასე წერენ ამ სტატიაში, მე ვციტირებ, ბაქოში შეიცვალა დამოუკიდებულება რუსეთის მიმართ და მათ შორის დსთ-ს მიმართ. მიუხედავად აი ამ სპეკულაციებისა, ახლა რაც მედიაში არის, ოფიციალური ჯერ არანაირი განცხადება გასვლის შესახებ არ არსებობს. თუმცა 2025 წლის დეკემბერში, როდესაც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა დსთ-ს არაფორმალური სამიტი, პრეზიდენტ ალიევი არ მონაწილეობდა ამ სამიტში, რადგან ძალიან დაკავებული იყო. ეს არის დიპლომატიური ფრაზა იმისთვის, რომ ასეთი რბილი უარი იყოს გაცხადებული მონაწილეობაზე. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი ზოგადად რეგულარულად იღებდა მონაწილეობას დსთ-ში სამიტებში და ბოლო თვეები და წლები შეიძლება ვთქვათ, არის ბოლო 1 წელი მაგალითად, რაც ძალიან დაძაბულია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ამის ფონზე პრინციპში იკვეთება გარკვეული ასეთი სიცივე მათ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში. ახლა შეგატყობინებთ და მოგიყვებით გასვლის პროცედურა როგორია. წესდების მიხედვით, რომელიც 99 წელს არის მიღებული, 1 წლით ადრე უნდა შეატყობინო ოფიციალური სამდივნო იმის შესახებ, რომ ტოვებ ამ ორგანიზაციას და რეალურად საქართველოს ზუსტად ასე საქართველოს ასე მოიქცა და 2008 წლის აგვისტოში ეს გადაწყვეტილება მიიღო. იგივე გადაწყვეტილების შესახებ ახლა გვამცნო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაელ პოპშოიმა განაცხადა, რომ აპირებენ რამდენიმე შეთანხმების დენონსაციას და ამით დსთ-ს დატოვებას, თუმცა დანარჩენ შეთანხმებებს შეინარჩუნებენ, რადგანაც მოლდოვას და აი ამ ქვეყნებს რომ არ დასჭირდეთ თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე ესეთი ახალი საბუთების გაფორმება, ეს არის ტექნიკური გამოსავალი ამ შემთხვევაში და რეალურად რიგი ასეთი საბუთები უბრალოდ და იქნება შენარჩუნებული როგორც ასეთი ფორმატი თანამშრომლობის. რეალურად რომ ვთქვათ, დსთ არის რუსეთის პოსტ-საბჭოთა ასეთი პროექტი, რომელიც იყო გათვლილი 3 რეგიონზე, ასე თუ შევაფასებთ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ეს გეოგრაფიულად ბელარუსი, ესე იგი, უკრაინა და მოლდოვა, საიდანაც უკრაინა არასდროს ყოფილა სრული წევრი, მოლდოვა ახლა გადის და ბელარუსი არის, ანუ რეალურად ასეთი ვითარება, სამხრეთ კავკასია, სადაც საქართველო არის გასული, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი ჯერ არიან ამ ორგანიზაციის წევრი და ცენტრალური აზია, სადაც რეალურად ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან წევრი, ოღონდ თურქმენეთის შემთხვევაში ეს არის ასოცირებული წევრი, ანუ სრულფასოვანი წევრი არ არის თურქმენეთი ამ ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე 3-დან 2 ქვეყანა დაკარგა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიაში 3-დან 1 დაკარგა, მაგრამ ეხლა არის ვითარება საპირისპირო პოლიტიკური გავლენის მხრივ, მაგალითად რუსეთის გავლენა საქართველოში არის წარმოუდგენლად დიდი, მაგრამ დსთ-ს წევრი არ არის საქართველო, ხოლო სომხეთში და აზერბაიჯანში რუსეთის გავლენა მკვეთრად მცირდება, თუმცა ორივე რჩება ჯერ კიდევ დსთ-ს წევრად. ოდკბ-ში მაგალითად სომხეთის წევრობა გაყენულია და გარკვეულწილად აზერბაიჯანსაც პრაქტიკულად დსთ-შია გაყენული ახლა წევრობა, ასე რომ ნაბიჯებს გააჩნია და დინამიკას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი.
რეალურად შეგვიძლია ველოდოთ იმას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება აზერბაიჯანმაც დატოვოს DST, ისევე როგორც სომხეთმაც. დასაშვები არის ეს სრულიად და შემდეგ შეიძლება იგივე მოხდეს ცენტრალურ აზიაშიც, აი ამ ქვეყნებშიც, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ყირგიზეთის მიმართულებითაც, რომლებიც აზერბაიჯანთან ერთად ამჯობინებენ რეალურად თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, სადაც წევრები არიან აქტიურ ინტეგრაციას. და პრინციპში თქვენთან ერთად უნდა ახლა გამიხილოთ ეგ საკითხიც, მაგრამ სანამ ვიტყვით თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაზე, ეკონომიკურ მდგენელებზე ვისაუბროთ. აზერბაიჯანის და DST-ის წევრების ეკონომიკური ვაჭრობა 7 მილიარდი დოლარი არის, რაც 14.5% არის აზერბაიჯანის ეკონომიკის. აქედან რეალურად 5 მილიარდი მოდის რუსეთზე. ანუ 7 მილიარდი მთლიან DST-ზე, იქედან 5 რუსეთზე. შესაბამისად, ხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგენელი აზერბაიჯანის მიმართულებით დიდია და აზერბაიჯანს აქვს ეს დამოკიდებულება პრინციპში რუსეთისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ გაუარესებას სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ექნებოდა პრინციპში შედეგი ამას. 2025 წლის მდგომარეობით პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი მესამე ადგილს იკავებს აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორებს შორის და 10%-ის წილი გააჩნია, რაც არ არის დიდი, ძალიან დიდი მაჩვენებელი, ნამდვილად არ არის 10%. თუ აზერბაიჯანი გამოვა DST-დან, ამ შემთხვევაში ეკონომიკური კავშირები პირდაპირ არ დაზიანდება, იმიტომ რომ DST არ არის ეკონომიკური ორგანიზაცია, აზერბაიჯანი არ არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი და შესაბამისად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის გარეშე რუსეთთან ეკონომიკური საკითხები ძირითადად მოგვარებული არის ორმხრივ ფორმატში და არა DST-ის ფორმატში. რეალურად ერთადერთი პრობლემა რა მიმართულებითაც იქნება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც DST-ში არსებობს 94 წელს და აზერბაიჯანი ამის ნაწილი არის. თუმცა თუ გამოვა აზერბაიჯანი ამ შეთანხმებიდან, DST-დან მას დასჭირდება ახალი ასე ვთქვათ, შეთანხმებების დადება წევრ სახელმწიფოებთან აი ამ საკითხზე, ანუ კონკრეტულად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ეს განსაკუთრებით რუსეთს უნდა შეეხოს, იმიტომ რომ აი 5 მილიარდიანი ვაჭრობა თუ იმაზე არ გავრცელდება ეს თავისუფალი ვაჭრობა, მაშინ სერიოზული პრობლემები იქნება გასაგებია. პრინციპში რუსეთი ჯერ კიდევ რჩება აზერბაიჯანისთვის ლოგისტიკური პარტნიორი, თუმცა DST-დან გასვლა არც ამაზე იმოქმედებს და არც რეალურად განსაკუთრებით იმოქმედებს ფინანსურ საბანკო სფეროში თანამშრომლობაზე ან მაგალითად იგივე ლუკოილის ინვესტიციებზე აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა შეიძლება იყოს მიგრაციული მიმართულებით. 100,000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს რუსეთში და რუსეთში რეალურად მუშაობს და თუ აზერბაიჯანი გამოვა აი ამ DST-დან, მაგრამ აი ამ შეთანხმებას გაუქმებს მთლიანად, ანუ მათ შორის შეთანხმებას, რომელიც მიგრაციას ეხება, მაშინ ახალი შეთანხმების დადებამდე ძალიან რთული პროცედურების გავლა დასჭირდება აზერბაიჯანელებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ანუ ეს ერთი კონკრეტული პრობლემა არის მიგრაციული მიმართულებით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკის გადახალისება ხდება თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაზე და განსაკუთრებით ტრიპის პროექტი სომხეთის გავლით ამერიკის შუამავლობით, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობდით, არის კონკრეტული შესაძლებლობა იმისა, რომ რეგიონალური კავშირები თურქეთთან და ცენტრალურ აზიასთან გაიზარდოს და ამის შედეგად ცენტრალური აზიის ქვეყნებიც სავარაუდოდ რუსეთის გავლენა იქ მნიშვნელოვნად შემცირდება და უფრო თურქეთის გავლენა გაიზრდება, მათ შორის თურქული აი ამ სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში. და აზერბაიჯანი სწორედ ამ მიმართულებით ხედავს საკუთარ მომავალს და ამიტომ ყველაზე დიდი ალბათობა სწორედ აზერბაიჯანის მიერ DST-ს დატოვება, რომლის შემდეგაც შეიძლება რაღაც პერიოდის ვადაში ასევე დატოვოს აი ეს ტერიტორია მათ შორის ცენტრალური აზიის თურქულმა სახელმწიფოებმაც. პრინციპში DST არის პოლიტიკური ესეთი ფორუმი, სადაც ხშირად იკრიბებიან და თან იკრიბებიან რუსეთში და რუსეთს აქვს ეს ლიდერის პოზიციები იქ.
თუმცა თუ აზერბაიჯანი მიიღებს მონაწილეობას ამ სამიტებში, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული დანაკლისი შეიძლება იყოს, მაგრამ ვითარება შეცვლილია. აზერბაიჯანი იქედან, იმ ქვეყნებიდან, პრინციპში, ვინც წევრი რჩება, სომხეთს ცალკე ხდება, წევრი რჩება, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო არ არიან წევრი, ბელორუსთან ცალკეც მუშაობს რეალურად და ცენტრალურ აზიასთან მით უმეტეს ხშირად ხდება თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფორმატში. ასე რომ რუსეთთანაც შეუძლია ცალმხრივად შეხდეს, გამოდის რომ რა პრობლემა არის და პრობლემა იმაშია, რომ ერთდროულად პუტინს და ლუკაშენკოს ვერ ნახავს და ძირითადად ცალ-ცალკე ნახავს. არ მგონია იქ პრობლემა კონდეს აზერბაიჯანს და ამიტომ შეიძლება გასვლა ნამდვილად იგეგმებოდეს. შიდა პოლიტიკური კონტექსტი ამისთვის მზად არის. აზერბაიჯანში უკმაყოფილების დონე არის ძალიან მაღალი, მაგალითად ანალიტიკური ცენტრი ERI, რომელიც სამთავრობო არის რეალურად წერს, რომ რუსეთმა რომ გამოძიება არ ჩაატარა ამ მიმართულებით, ანუ ამას საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური რეაქცია ჰქონდა და პრაქტიკულად დისკრიმინაციაში დებენ ბრალს რუსეთს აზერბაიჯანელების და ამიტომ ვერ ხედავენ აზერს დსთ-ში ყოფნაში. და ასევე უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არის როგორც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის, ასევე შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ოღონდ შანჰაის შემთხვევაში წევრი არ არის, დამკვირვებელია და იქ არის წევრი. და ასევე აზერბაიჯანი არასდროს იყო კუხოს წევრი მაგალითად და შესაბამისად აზერბაიჯანს არ გაუჭირდება ამ კავშირის დატოვება. აქ მას ექნება პოლიტიკური ფასი, რა თქმა უნდა, თუ აზერბაიჯანი მიიღებს ამ პოლიტიკურ ფასს და გადაწყვეტილებას, თუ გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო დაძაბოს რუსეთთან ურთიერთობები და ამავდროულად დატოვოს, ასე ვთქვათ, რუსეთის გავლენის სფერო და ამით უფრო თურქეთის გავლენის სფეროს ნაწილი გახდეს და გახსნას ეს გზა ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, მაშინ ამაზე შეიძლება წავიდეს. და ის რომ დღეს სტატია წერს, რომ გარდაუვალი არისო აზერბაიჯანის მიერ დსთ-ს დატოვება, ესეც ძალიან საინტერესო არის. ზოგადად ეს პროცესები მნიშვნელოვანია და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ასე იგი აზერბაიჯანი და სომხეთი ცდილობენ რუსეთის გავლენის შემცირებას, ამის ფონზე საქართველოს მხრიდან რუსეთის გავლენების გაზრდა საქართველოში და საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, რა თქმა უნდა, მკვეთრ, ასე ვთქვათ, კონტრასტში მოდის აზერბაიჯანის და სომხეთის პოლიტიკასთან, ეს არის უბრალოდ ფაქტი და აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ხედვები, ფაქტობრივი ქმედებები არ ემთხვევა სამეზობლოში შექმნილ ვითარებას, რაც რა თქმა უნდა არ არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ სამივე სამხრეთ კავკასიის ქვეყანას ჰქონოდა ერთნაირი, ერთი ტიპის დამოკიდებულება. სომხეთზე ბევრჯერ მისაუბრია, კიდევ ვისაუბრებ ცალკე, რომ იქ რუსული ჯარის ეტაპობრივი გაყვანა მიმდინარეობს, რომ იქ ევრაზიული კავშირის დატოვებისთვის ემზადებიან, მაგრამ ლოგისტიკა აკლიათ, მათ შორის საქართველოს გავლით, სადაც სხვადასხვა პრობლემა იქმნება და ამავდროულად ევროკავშირში ინტეგრაცია რომ შეჩერებული, ამიტომ ახლა სომხეთი თურქეთის გავლით ფიქრობს ესეთი ააშენოს ესეთი მარშრუტი ევროპის მიმართულებით, რადგან საქართველო აღარ მიდის ევროპის მიმართულებით. ამიტომ ის დინამიკა, რაც არის სომხეთში და აზერბაიჯანში არის მკაფიო და საქართველოს დინამიკა არის აშკარად საპირისპირო და ეს ყველაფერი ასევე გასაანალიზებელი და მნიშვნელოვანი არის. ვფიქრობ, ამით შემოვიფარგლები და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.